გურამ ლურსმანაშვილი თეოლოგიურ პასუხებს გადაცემა კომენტარის კითხვებს. ბატონ გურამ, მოგესალმებით. მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მოდი დავიწყოთ პროცესით პირველ რიგში. თქვენთვის რა არის ნიშანდობლივი ამ ყველაფრისგან? მიდის თუ არა პროცესი გამჭვირვალედ, რაც არის თავარი თქვენი შეფასებით და ახლა გამოკვეთილი არის თუ არა მაინც კანდიდატები ვის შესახებაც, ვისთან დაკავშირებითაც უნდა მიიღონ მაღალმა იერარქებმა გადაწყვეტილება ამის შესახებაც თქვენ თუ გაქვთ რაღაცნაირად უკვე მონახაზი კონტური თუ არსებობს კონკრეტული კანდიდატების შესახებ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. როცა ვსაუბრობთ ჩვენ გამჭვირვალობაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა აგვერიოს ეკლესია მაინც გარკვეულწილად ეს დახურული ორგანიზმია, გარკვეულწილად, ხო და ბოლომდე გამჭვირვალე ვერ იქნება, თუმცა ამ ეტაპს რაღაც ინფორმაციები რა თქმა უნდა გვაქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, კი უკვე შეიძლება ალბათ 4 კანდიდატი მაინც გამოვყოთ, ან 5. პირველი თავისთავად არის მეუფეშიო მოსაგდრე, ამის შემდეგ არის თქვათ მეუფე დანიელი და მეუფე ესაია, ოღონდ ხას უსაუბრობ ეს ორი კადრი ერთად არჩევნებზე არ გავა, ან ერთი იქნება, ან მეორე. ამას გარდა არსებობს საუბრები მეუფე იობის კანდიდატურაზე და ამას გარდა კიდევ არსებობს საუბრები მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილზე. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ყველამ რუსეთის საგაერო დაზვერვის განცხადება, იქ საუბარი იყო ამასთანავე მეუფე აბრაამ გარმერიაზე, თუმცა ამ თემაზე საუბარი ალბათ არასერიოზულია, იმიტომ რომ ეს ადამიანი 77 წლისაა, საქართველოში მე როგორც ვიცი არც იმყოფება და მის კანდიდატურაზე საუბარი ალბათ აზრს მოკლებულია. ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი დასახელებულთაგან, რაც თქვენ ახსენეთ, მეუფე იობი, მეუფე დანიელი, მეუფე ისაია, ვიცით რომ დიდი ალბათობით ეს ავტომატურად მოსაყრობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ დიდი ალბათობით მეუფე შიომუჯირი იქნება სამეულს შორის. ვის შეუძლია გაუწიოს მას წინააღმდეგობა ხმების უმრავლესობით, რომელმა კანდიდატმა შეიძლება გადაწონოს მეუფე შიოს მხარდაჭერა რიცხვი თქვენი ვარაუდით ამ შემთხვევაში მეუფე იობს რამდენად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მეუფე შიოს? დიახ, მოგახსენებთ, ერთი მხრივ მოსახდრეობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ იქნება კანდიდატი, თუმცა მეორეა ჩვენ ეკლესიის ისტორია და პრაქტიკა. მე გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არც ვარ მაინც და მაინც ამ მოსახდრის ინსტიტუტის მხარდამჭერი, იმიტომ რომ არათუ დღევანდელ სიტუაციაში 1917 წლებშიც კი, როცა ჩვენ გვყავდა კიროინი და ლეონიდე, აი ამ ინსტიტუტმა იქაც კი გააჩინა პრობლემები, ასეთ დიდ ადამიანებში, ასეთ გამორჩეულ მოღვაწეებშიც კი გააჩინა სერიოზული პრობლემა. მით უმეტეს დღეს უფრო მეც გააჩენს, ასე რომ ეს ჩემი აზრია და მე ზოგადად არ ვეთანხმები ამ ფენომენს, თუმცა ეს ჩემი აზრი მეორეა, რეალობა სხვა. რეალობაში მეუფეშიო აუცილებლად იქნება კანდიდატი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი შანსია ამ რეალობიდან გამომდინარე რომ მან აიღოს ყველაზე მეტი ხმა. რაც შეეხება სხვებს, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენთვის ამ ეტაპზე არამთავარი ვინ აიღებს მეტ ხმას, ანუ ხმის რაოდენობით არ წყდება, საუბარი იმაზე რომ გამოვირჩევენ 3 კანდიდატს, ამის შემდეგ იქნება ასე თქვათ მეორე ტური და მეორე ტურში რადგან ჩვენ გვყავს 39 ეპისკოპოსი, საჭიროა 20 ან მეტი ხმის დაგროვება. ასე რომ თქვათ პირველ ტურში პირობითად რომელიმე კანდიდატს თუ აქვს ბევრი ხმა, ეს არ ნიშნავს რომ მეორე ტურში იგი 20-ზე მეტს აიღებს და თეორიულად რა თქმა უნდა ნებისმიერ ეპისკოპოსს აქვს ამ ხმების მობილიზების საშუალება, მათ შორის იქნება ეს მეუფე იობი თუ მეუფე დანიელი, რა თქმა უნდა ლოგიკურია მასაუბარი, რაც გამოიკვეთ ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ეპისკოპოსები, რომლებმაც იციან ვის აძლევენ ხმას. მაგალითად მეუფე სტეფანი ამბობს რომ იგი მეუფე შიოს უძღვეს მხარს. მეუფე საბაც ასევე. დიახ, მეუფე საბაც არიან ეპისკოპოსები, რომლებიც ამბობენ ვის არ უჭერენ მხარს, მაგალითად მეუფე ზენონი ამბობს რომ მეუფე შიოს არ დაუჭერენ ხმას, არ მისცემს ხმას და ასევე გვყავს როგორც საერო სიტუაციაში რომ მოთხოვნე გადაუწყვეტელა მომრჩეველი, ხო და რა თქმა უნდა მიდის. აი ბოლოს აქტიურობს ბატონ გურამ ბოდბელი ეპისკოპოსი, რა შეიძლება ითქვას მის შესახებ, მისი გავლენების შესახებ წმინდა სინოდში ის გას
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურობს ჩარევებთან დაკავშირებით, რომ თითქოს წმინდა სინოდი არ დაუშვებს იმას, რომ ამ პროცესს რაღაცნაირად ვინმე გარედან რამე ვთქვათ დაზიანება მიაყენოს, ჩაერიოს და ასე შემდეგ. კი თუ საუბრობთ ძალაზე ხლა იმსეთი გავლენა რომ მას კონდეს რეალური შანსი ან თუნდაც უნდადეს პატრიარქობა ამ ეტაპზე ალბათ არც მოკლებულია თუმცა ამ ადამიანზე ჩვენ ვიცით არაერთხელ ყოფილა ყურადღების ქვეშ და გამოირჩევა მსგავსი განცხადებებით რაც მან თქვა ერთადერთი თქმა შემიძლია მე თუ არ ვწდები ეს მოციქულთა 30 კანონია და იქ წერია რომ თუ ეპისკოპოსი დაიხმარს საერო ძალაუფლების წარმომადგენლებს ან პოლიტიკოსებს ჩვენ ენაზე რო ვთქვათ და მათით მიაღწევს რაიმე ასე ვთქვათ წინსვლა საეკლესიო კარიერაში იგი უნდა განიკვეთოს და განყენებული იქნეს ასე რომ თუ მეუფე იაკობი მზადა შეასრულოს პრაქტიკაში ის რასაც იგი ამბობს რომ არ დაუშვას ხელისუფლების ჩარევა არჩევნებში თუ ეს მართლა ასე მოხდება ჩვენ რა თქმა უნდა მას მივესალმებით მნიშვნელობა არ აქვს ვის უჭერს მხარს და აქვე მინდა ხაზი გავუსვა რომ რა თქმა უნდა იქნება სპეკულაციები რაც უფრო მოვა არჩევნები უფრო მეტად გაიზრდება ეს დაძაბული ფონი ოღონდ როცა მოვა არჩევნების დღე ეს ყველაფერი წყდება 39 კანდიდატის ფარული ხმის მიცემით. ანუ ვერავინ ვერ შეიძლება, ბევრად ნაკლები მანიპულირება შეიძლება მოხდეს არჩევნებზე, ბევრად ნაკლებად შეიძლება გაყალბდეს ეს არჩევნები, ვიდრე თქვათ, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, იმიტომ რომ საქმე ეხება სულ 39 კანდიდატურას, ასე რომ ბოლოს მე ვფიქრობ შედეგები რაც იქნება ძალიან ცხადი. კიდევ ერთ დავამატებ, როცა საუბრობთ კანდიდატებზე. რეალურად სულ მე მგონი ორადორი თემაა, რომელზეც საუბარი მიდის აქტიურად ეს არის ასაკის საკითხი და განათლების საკითხია თქვენ ჩართული გქონდათ არქიმანდრიტ დოროთე და იგიც ამ ორ საკითხს უსვამდა ხაზს რომ მოვაშოროთ ეს თეორიული საბოლოელი რეალურად მე და სხვაებიც როგორც ამას აღიქომენ ეს ეხება მეუფე დანიელის კანდიდატურას და მეუფე ისაიას კანდიდატურას დანიელზე ასაკის კუთხით და ისაიაზე განათლების კუთხით აქაც რომ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნათ ამ ეტაპზე არსებული მართვა-გამგეობის დებულებით და ხას უსვამ რომ ეს დებულება ვერ შეიძლება სინოდის მიერ, ანუ ამ დებულებით ჩატარდება მომდევნო არჩევნები, როგორც მეუფე დანიელს, ასევე მეუფე ისაიას აქვს სრული უფლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. იმიტომ რომ მეუფე დანიელი არ არის 61 წლის და კიდევ ვიმეორებ რომ ჩვენ წლოვანებას ვზომავთ წლებით და არა თვეებით ან საათებით და რაც შეეხება მეუფე ისაიას, აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არ წერია არსად, რომ ეპისკოპოსს მოეთხოვება რაიმე სახის დამადასტურებელი დიპლომი თეოლოგიური განათლების ან ხარისხი ან ასე შემდეგ. ეპისკოპოსი ავტომატურად ნიშნავს ჩვენ დებულებით, რომ მას აქვს შესაფერისი თეოლოგიური განათლება და მას სჭირდება პატრიარქობისთვის მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო მმართველობის შესაბამისი გამოცდილება. ოღონდ ამ ეტაპზე თუ კი სინოდის 39 წევრი შეთანხმდება სიტყვიერად იქნება ეს თუ სინსოქმის დონეზე რომ იცი რა ჩვენ ვაზუსტებთ ამ ჩანაწერს და გულისხმობთ რომ მაგალითად როცა ვსაუბრობ თეოლოგიურ განათლებაზე გვინდა მინიმუმ სემინარის დიპლომი რაც გააჟღერა მეუფე ანდრეამ თუ ამ აზრზე რაც გააჟღერა მამა ანდრია ჯაღმანიძემ უკაცრავად თუ ამ აზრზე შეთანხმდებიან ეპისკოპოსები რა თქმა უნდა, მაშინ მეუფე ისაი დაიბლოკება. იგივე შემთხვევაში თუ კი თქვენ რომ აი 70 წელი არ ნიშნავს 71 წლამდე, არამედ ერთი დღის შემდეგი დღეც კი დაბადების დღის შემდეგ უკვე ითვლება ამის დარღვევად, მეუფე დანიელი ვერ მიიღეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მართვა-გამგეობის დებულებით, რომელშიც ძალიან ბევრი უზუსტობაა, ძალიან ბევრი ბუნდოვანება, ორივე ამ კანდიდატს აქვს სრული უფლება რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.